სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. ღმერთმა მრავალს დაასროს ჩვენი პატრიარქი, რომელიც დღეს გახდა 93 წლის. დღეს აქვს დაბადების დღე. 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა მისი უწმინდესობა და ესეთი ძვირფასი დღე არის. დღეს მოკლედ ჩვენ კალენდრიდან შეიძლება ითქვას იმ თანმიმდევრობიდან, იმ ქრონოლოგიიდან, რომელიც ესე თანმიმდევრულად მიყვება, რომ აი კოლასელთა ეპისტოლე იყო წინა კვირას, ვინც ესწრებოდით და გემახსოვრებათ, უნდა გადავსულიყავით თქვათ შემდგომ ეპისტოლეზე, რომელიც არის თესალონიკელთა, მაგრამ სინამდვილეში ეს კვირა არის რაღაც ამ ქრონოლოგიიდან შეიძლება ითქვას ამოვარდნილი არაცუდი გაგებით, პირიქით ძალიან კარგი მოვლენის გამო, ეს არის ქრისტეს შობისათვის მოსამზადებელი წინა კვირა. ქრისტეს შობის მოსამზადებელ წინა კვირას იკითხება მათეს სახარების პირველივე თავი, ეს გახლავთ მისი გენეოლოგია და მოკლე აღწერა თუ როგორ იყო მოვლენა ქრისტეს შობისა და 60 იქნა წაკითხული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-11 თავის რაღაც გარკვეული მუხლები. თლიანად არა. აი ახლა მე მინდა რომ წაგიკითხოთ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს ეს მუხლები რაც წაიკითხა მალხაზმა თქვენ გესმოდათ და მათთან ერთად რას გულისხმობს ეს თლიანად მე-11 თავი ამის შესახებ უნდა გელაპარაკოთ. ეს მე-11 თავი, მთლიანი ეს თავი გახლავთ სარწმუნოების შესახებ, რწმენის შესახებ არის სწავლება. რა არის რწმენა? ოღონდ რწმენის განსაზღვრება არის პირველ და მეორე მუხლში და ბოლო 39 და მე-40 მუხლში. სულ 40 მუხლი არის ამ თავში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რწმენას განსაზღვრება არის პირველ და მეორე, 39 და მე-40, ანუ სულ 4 მუხლში, დანარჩენი 36 მუხლი არის მაგალითების ჩამოთვლა თუ რა არის რწმენა. ეს რამდენიმე მაგალითი დღევანდელმა ჩვენმა მკითხველმა წაიკითხა, მაგრამ აქ კიდევ უფრო ბევრი არის განხილული და მოდით ამის შესახებ ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. დრო სანამ გვაქვს. ასე იწყებს პირდაპირ მე-11 თავს. ხოლო რწმენა არის ფორმულირება პირდაპირ. რწმენა არის დაჯერება იმაში, რის იმედიც გვაქვს და დასტური იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. ანუ რწმენა არის ის, რასაც ვერ ხედავ და რისიც გჯერა. რწმენა მიიღეს უხუცესებმა, რწმენაში მიიღეს უხუცესებმა უკაცრავად დამოწმება. რწმენით ვიცით, რომ საუკუნეები წარმოქმნილია ღმერთის სიტყვით, რადგან ხილული წარმოიშვა უხილავისაგან. აი ეს გახლავთ სულ რწმენის განსაზღვრება მთელი ამ თავში, რაც უკვე გითხარით, რომ უხუცესებმა მიიღეს დაჯერება, მიიღეს რწმენით ეს ყველაფერი და ის რომ წარმოქმნილია უხილავისაგან ხილული, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ რწმენით. სხვა მეტი აქვს, რაიმე არგუმენტი, როგორი არგუმენტიც არ უნდა წარმოუდგინო ახლა ურწმუნო ადამიანს, რომ რაღაცაზე ელაპარაკო, თუ არ სწამს მას, არ სწამს და მორჩა. არავითარი არგუმენტი მისთვის არ არსებობს. რომელ არგუმენტებზე ჩვენ არ უნდა ელაპარაკო? სასწაულები, რომლითაც ჩვენ გჯერა, იმას არ სჯერა. რაღაცა მოვლენებს უკავშირებს ამას და ყველაფერს რაღაცას თავის ახსნას მოუძებნის, რაღაცას გეტყვის, რაღაცაზე გეტყვის, რომ ნუ ეხლა მოხდა ასეთი რამ და ნუ არ ვიცი, ვერ ხსნი, ბოლოს ასე შეიძლება იყოს. ვერ ხსნი, მაგრამ ნუ მაინც რწმენის შესახებ არ ლაპარაკობს. ამიტომ იწყებს ეხლა მაგალითების ჩამონათვალს პავლე მოციქული და რა არის ეს მაგალითები? რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენზე უკეთესი მსხვერპლი. ხომ ორივე მსხვერპლი მიიტანა კაენმაც და აბელმაც, მაგრამ აბელის მსხვერპლი იყო რწმენით შესაწირი. კაენისა იყო ეჭვით. იმით მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როცა ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ და ამის წყალობით კვლავ მეტყველებს, თუმცა მკვდარია. იცით რა, ეხლა რასაც ვკითხულობ, გარდა იმისა, რომ რწმენის დამოწმება ამავდროულად გვიკარნახებს კიდევ ერთ რამეს, რომ
ბიბლია როგორ კარგად უნდა ვიცოდეთ, ეს ისტორიები კარგად უნდა ვიცოდეთ. კაენის და აბელის შესახებ ვიცით. ეხლა ჩამოვთვლით, რაღაცა სახელები თქვენთვის შეიძლება საერთოდ უცხო იყოს. ამიტომ მე გეტყვით, სად არის ეს სახელები მოხსენიებული, იმ მიზნით, რომ იქნებ წაიკითხოთ მერე ეს ისტორიები. რწმენით იქნა აყვანილი ენოქი. ენოქი გახლავთ ასევე ძველი აღთქმის მამამთავარი. ენოქი ადამს მოესწრო, ადამისგან მოისმინა უშუალოდ სამყაროს შექმნის შესახებ და მათი სამოთხიდან გამოძევების შესახებ ისტორია. რწმენით იქნა აყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ეხილა, ვეღარავინ პოვა იგი, რადგან ღმერთმა აიყვანა. აყვანამდე კი მიიღო მოწმობა, რომ სათნო ეყო ღმერთს. ენოქის შესახებ წერია ბიბლიაში, რომ ის ღვთის წინაშე დადიოდა. რა საინტერესოა, იცით ეს გამოთქმები. ჩვენთან ქართულ თარგმანში ყოველთვის ისე შეიძლება არ ჟღერდეს, როგორც დედანშია, ფიზიკურად ვერ გადათარგმნონ ეს, მაგრამ აი რომელიღაცა წმინდანზე წერია, რომ ღვთის წინაშე დადიოდა, ვიღაცა წმინდანზე წერია, რომ ის ღმერთის გვერდით დადიოდა და რომელიღაცა წმინდანზე, მამამთავარზე წერია, რომ ღმერთს უკან დახვებოდა. და ეს გახლავთ რაღაცა მინდა გითხრათ იერარქიული წყობა. იმიტომ რომ ვინ დადის შენს გვერდით, ვისაც ხელს ვერ უშვებ, ხო მართალია? ხელს ვისაც ვერ უშვებ, მარტო ვერენდობი ჯერო ნაბიჯები გადადგას, იმიტომ რომ დაეცეს, შეიძლება და ცხვირპირი დაიმტრიოს, ის დადის შენს გვერდით. მასზე უფრო უპირატესია ის, ვინ შენს წინ დადის, იმიტომ რომ შენ მას უკვე ენდობი და ხელი გაშვებული გაქვს მისთვის და იცი რომ ის არ გადაიჩეხება. აი ეს ნდობა გამოცხადებული და ენოქის შესახებ სწორედ ეს წერია, რომ ის ღვთის წინაშე დადიოდა, ანუ მის წინ დადიოდა, ღმერთი ენდობოდა მას, აი ესეც სიწმინდეს იყო მიღწეული. სამაგიეროდ სხვა წმინდაზე წერია, რომ აი ესე ღმერთს ხელჩაკიდებული დაყავდა. წმინდანია, მაგრამ თლად ისეთი ვერ არის როგორც ენოქი, იმიტომ რომ ასე რო გაუშვან ხელი შეიძლება რამე მოხდეს. ვიღაც არის, რომელიც მის უკან, მის კვალს დაყვება. ცუდი არც ერთი არ არის, არც მეორე და არც მესამე, მაგრამ იერარქიული სხვაობა მაინც არსებობს. მაგალითად, ნოეს შესახებ წერია, რომ ის წმინდა იყო თავის თაობაში. რას ნიშნავს თავის თაობაში? აბრაამის დროს რო დაბადებული იყო ნოე კი არ გამოჩნდებოდა. ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ აბრაამის სინათლე დაჩრდილავდა მას. აი დღეს დაბადების დღე რო აქვს პატრიარქს. შეიძლება ძალიან ბევრია განათლებული და ძალიან ბევრია ძალიან ღირსეული მოძღვარი თუ მღვდელმთავარი, მაგრამ რა თქმა უნდა ამ სინათლეს, რომელიც პატრიარქს გააჩნია თავის მოღვაწეობიდან გამომდინარე, ამ სინათლეს ვერ გადაფარავენ ისინი და ამიტომაც შეიძლება არ ჩანან. ერთგვარად კარგიც იყოს შეიძლება რომ არ ჩანან. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია სათნოდ ყოფნა, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს მიუძღავს. თუ ამის არ გწამს, ღმერთის არსებობა, ღმერთის არსებობის აი ეს უმთავრესი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ჯერ უნდა გწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და ეს ყველა შენ საქციელში უნდა აისახებოდეს, შენი ცხოვრების წესში უნდა აისახებოდეს ეს ყველაფერი. რწმენით მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული. რა არ იყო ხილული? წარღვნა იქნებაო ნოეს რო უთხრეს, 120 წლის მერე მოხდა წარღვნა. 120 წლის განმავლობაში ნოე კიდობანს აშენებდა. როგორ წარმოგიდგენია თქვენ, რომ არ ქონოდა რწმენა, რაც უთხრა ღმერთმა, რომ წარღვნა იქნებაო, ამ კიდობნის მშენებლობას გააგრძელებდა? კიდობანი რა არის? ეკლესიის სახეა. ამ კიდობანში ვინც შევიდა, ის გადარჩა მხოლოდ და მხოლოდ. და რას აკეთებდა ნოე ამ 120 წლის განმავლობაში? ყოველი მისი, ესე იგი ჩაქუჩის ხმა, იყო იმ ზარის ხმა, რომელიც დღეს გესმით თქვენ ეკლესიიდან. და თუ გამოიქცევი აქ, იცოდე რომ ესე იგი რწმენაში ხარ, გწამს ამისა, რომ აქ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენა. და თუ გვერდ შეიბრუნებ და იტყვი, რომ ეხლა ამისთვის არ მცალია, ასე სჭირდათ იმ ადამიანებს, რომელთაც მოუსწრო წარღვნამ და დაიხრჩნენ. ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად, რითაც მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სამართლიანობის მემკვიდრე გახდა რწმენის თანახმად. მსჯავრი დასდო რას ნიშნავს, იცით?
რომ აკაკუნებდა და რომ აშენებდა ამ კიდობანს. ეხლა წარმოიდგინეთ, იცით რა ადგილას აშენებდა? აი, დაახლოებით ეხლა სიღნაღში რომ დიდი გემის მშენებლობა დაიწყო. საქართველოს მით ვამბობ ეხლა და ხო შეგეკითხებენ, რომ სიღნაღში გემი რა დგინდა? და შენ რო უთხრა, რომ აქ ეხლა იმხელა წყალი მოვა, რომ გემი დაგვჭირდა. ნუ ხო ასე დასწინოდნენ ნოეს. ეუბნებოდნენ, რომ გიჟი ხარო. ვერ ახარ შენ კარგათო, იმიტომ რომ რაში გჭირდება გემი იქ, სადაც წყალი საერთოდ არ არის, უდაბნოა. რწმენი დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც სამემკვიდრეოდ უნდა მიეღო და ისე წავიდა, რომ არ იცოდა სად მიდიოდა. აბრაამის რწმენის შესახებ არის ლაპარაკი, სადაც ბიბლიაში პირდაპირ მითითებულია, ირწმუნა აბრაამმა ღმერთისა და ეს მას სიმართლედ შეერაცხა. რას ნიშნავს სიმართლედ შეერაცხა? აბრაამი, რომელიც არის მდიდარი ადამიანი, არც ახლიაკლია, არც კარი, არც მსახური, არც ესე იგი მონა და არც ცხოველი და არც არაფერი, რითიც შეიძლება მაშინდელი საზოგადოებაში იყოს ადამიანი წარმატებული სიმდიდრით. უცბად ეუბნებიან, რომ ეხლა მიდიხარ იქ, სადაც არ იცი. წარმოგიდგენიათ? მიდიხარ იქ, სადაც არ იცი, ეს ყველაფერი ეხლა სახლს და კარს ვერ აიკიდებდა, მაგრამ საქონელს კი გაირეკავდა ალბათ. მსახურები, ვინც მასთან ერთად მოინდომეს წასვლა, რა თქმა უნდა, ისინიც გაყვებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ცოლი. ცოლი, რომელიც ეუბნება, რომ მე მივყვები აბრაამს. სად მიყვება, ოღონდ არ იცის. ეს არის რწმენა სწორედ. მისმა ქმარმა თქვა, რომ მოწოდებულია ღვთისგან და უნდა გავიდეს და გადის. და ცოლი მიყვება. კომფორტულ ზონებში აღარ მოყვებიან ხანდახან ცოლები და ახლა რო უთხრა, რომ გაურკვეველ ადგილას მივდივარო, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? აი ეს არის რწმენა. აი ამ მაგალითებს ამიტომ ყვება პავლე მოციქული. რწმენით მდგმურობდა აღთქმულ ქვეყანაში, რომ ეს ქვეყანა მას დაუკანონდებოდა. როგორც უცხოეთში და კარვებში სახლობდა ისააკთან და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად, რადგან ელოდა მტკიცე საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია. მტკიცე და საძირკვლიან ქალაქს ელოდა რას ნიშნავს? აბრაამმა იცით, რომ ვერ მოესწრო ამ ქვეყნის დაკანონებას? მაშინ რომელ მტკიცე ქალაქს ელოდა? ეს ეხლა გამახსენდა, რომ უნდა წაგიკითხოთ ამ ქალაქის შესახებ, რომელსაც ელოდა. ეს გახლავთ გამოცხადების 21 თავი და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგან პირველი ცა და პირველი მიწა გარდავიდნენ და ზღვა აღარ იყო. და ვიხილე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, გარდამომავალი ციდან ღვთისაგან, გამზადებული როგორც ქმრისთვის შემკული საზძლო. აი ამას ელოდა აბრაამი. იმიტომ რომ აბრაამს, რომელსაც ძალიან დიდი სიმდიდრე ჰქონდა, არაფერი არ შეუძენია ამ ქვეყანაში და არ უზრუნია იმაზე, რომ ეს ქვეყანა როგორ დავემკვიდრო, მიწების შემომტკიცებით არასდროს არ ყოფილა აბრაამი დაკავებული. ამ მიწების დაკავებით და ქონების შეძენით არასდროს არ ყოფილა დაკავებული. ერთადერთი რაც შეიძინა ამ მიწაზე, იცით რა არის? სასაფლაო. მეტი არაფერი. ეს მიწაც ხომ ერგო და ის ელოდებოდა სხვა ქალაქს. ამიტომაც წერია სახარებაში, პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე ეს თქვენ დანარჩენი შეგეძინოთ თქვენ. ასეთი იყო აბრაამის ცხოვრება და რითი იყო ასეთი აბრაამის ცხოვრება? რწმენით. მას ამისის წამდა იმ ქალაქს ელოდებოდა და ეს ქალაქიც მიიღო და ის ქალაქიც მისმა შთამომავლობამ, რომელიც რწმენით არის ჩვენი მამა, რა თქმა უნდა და არა სისხლით. რწმენით აკურთხა სათითაოდ იაკობმა, როცა კვდებოდა იოსების ძენი და თაყვანისცა ღმერთს თავის კვერთხს დააყრდნობილმა. რწმენით გაიხსენა იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ. რა თქმა უნდა, არც კი იცოდა გავიდოდნენ თუ არა, მაგრამ რწმენა ჰქონდა ამისა. და დაუბარა ანდერძად, რომ ჩემი ძვლები წაიღეთო. რწმენით მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან 3 თვეს, რადგან ხედავდნენ, რომ ბავშვი მშვენიერი იყო და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. იცით რა საოცარი ტექსტია ესა რა? ეხლა გაგიკვირდებათ. გამოცა ეგვიპტის ფარაონმა ბრძანება, რომ ყოველი ძე, რომელიც დაიბადება, უნდა გადააგდონ მდინარე ნილოსში. იმიტომ რომ ებრაელების გამრავლებისა ეშინიათ, რომ რაღაცა ესე იგი თუ გამრავლდებიან, შეიძლება აქეთ ცუდად შემოუტრიალდეთ ეგვიპტელებს მათი ეს გამრავლება. ამიტომაც
ამ ბრძანების აღმასრულებლები არიან ეგვიპტელები თვითონ დაიბადებაზე მოკიდებენ ამ ძეს ხელს და აგდებენ ნილოსში. და როცა დაიბადა მოსე, მის შესახებ წერია მშვენიერი იყო და აი მალავდნენ მას მისი მშობლები, იმიტომ რომ მშვენიერი იყო. როგორ ფიქრობთ ახლა, სხვა ებრაელი რო იბადებოდა მშვენიერი არ იყო მისი მშობლებისთვის? რა თქმა უნდა მშვენიერი იყო. მაგრამ მოსეს შესახებ განსაკუთრებული რამ მოხდა. როდესაც წერია რომ იქმნა ნათელი დასაწყისში. ტექსტ თუ შევხედავთ ჩვენ დედანში როგორ წერია რომ იქმნა ნათელი და ნახა ღმერთმა რომ ეს იყო კარგი და მშვენიერი, სწორედ ის სიტყვა მშვენიერი არის გამოყენებული მოსესთან. მოსე როდესაც დაიბადა, სავარაუდოდ როგორც მამები გარდმოქცევენ, ისეთი ბრწყინვალე ნათელი იხილეს, როგორც ეს მშვენიერი წერია დაბადების წიგნში. აი ესეთი სიტყვით არის გამოხატული. ამიტომაც მოსეს ვერ ახლეს ხელი, შეეშინდათ მისთვის ხელის ხლება და ამის შემდგომ მოსეს ისტორია უნდა ნახოთ. გამოსვლათა წიგნში წერია და იქ როგორ გადარჩა და როგორ მოხდა მერე. რწმენი თქვა უარი მოსემ, რომ წამოიზარდა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. ანუ აღარ უნდოდა პრინცობა, მოინდომა უბრალო ხალხთან წინამძღვრობა. და ღმერთის ხალხთა ტანჯვა ამჯობინა წარმავალ ცოდვიან განცხრომას. განცხრომაში იქნებოდა პრინცი იყო, ფარაონმა იშვილა, ჩათვალეთ. ფარაონის ქალიშვილმა იშვილა. პრინცი იყო, რა პრობლემა უნდა შექმნოდა მას ცხოვრებაში, ესე იგი ერთ-ერთი უძლიერესი სამეფოს პრინცი იყო, მაგრამ მან ამჯობინა ტანჯვა წარმავალ ცოდვიან განცხრომას. ესეც რწმენით ხდება, მინდა გითხრათ. რწმენით ხდება ეს ყველაფერი და დღევანდელ დღეს პირიქით ვინც ვირჩევთ ამას, განცხრომას ვინც ვირჩევთ ამ ქვეყნიურ განცხრომას, იცოდეთ რომ რწმენის ნაკლებობაა. მესიის გულისთვის დამცირება მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, რადგან ხედავდა საზღაურს. რომელ საზღაურს? აი იმ ქალაქს, რომლის შესახებაც მე წაგიკითხეთ, რომ იმ ქალაქის მოქალაქე უნდა გახდეს. რწმენი დატოვა ეგვიპტე მეფის რისხვის უშიშმა, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა. რწმენით გამართა პასექი და სისხლის მკურება, რათა არ გահკარებოდა შემოსვლელი მათ პირმშოებს. იცით რა, ყველა ისტორია აქვე რომ მოგიყვეთ, დღეს ჩვენ ვერ მოვრჩებით ამ ქადაგებას, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თემებია, რა სისხლის მკურებაზეა ლაპარაკი და პირმშოებს რომ არ შეხებოდათ ეს შემოსვლელი სენი. რწმენით გადალახეს მეწამული ზღვა, როცა გამოდიოდნენ ეგვიპტელები მოსეს წინამძღვრობით, როგორც ხმელეთი. ეგვიპტელებმა სცადეს, მაგრამ დაინთქნენ. რწმენით დაეცა იერიქონის გალავნების 7 დღიანი გარშემოვლის შემდეგ. ეს არის ისუნავესის წიგნში მოთხრობილი ამბავი, როგორ შევიდნენ იერიქოს ასაღებად. რწმენით იყო, რომ დაიღუპა ურჩებთან ერთად მეძავი, რომ არ დაიღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რაჰაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები. დღეს წავიკითხეთ ჩვენ ქრისტეს გენეოლოგია და იქ ერთ-ერთი ქალი, ვინც მოვიხსენეთ, ეს რაჰაბია, რომელმაც სტოვრები გადაარჩინა, იმიტომ რომ სწამდა, რწმენა ჰქონდა, რომ ღმერთმა მისცა ეს მიწა ებრაელებს. და კიდევ რა თქვა, დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო. ეხლა ეს სახელები მეტნაკლებად ხო იცოდით? ეხლა ნახეთ როგორი ჩამონათვალია, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და სხვა წინასწარმეტყველებზე. წინასწარმეტყველების სახელები შეიძლება გაგიგიათ, ვიღაცა იტყვის ისაია, ვიღაცა იტყვის იერემია, დანიელი, ასე შემდეგ. გედეონი, ბარაკი, სამსონი, იფთახი, გაგიგიათ ესენი? ესენი წერია მსაჯულთა წიგნში. მსაჯულთა წიგნის ისტორიას თუ გაეცნობით, ნახავთ თითოეულმა მათგანმა როგორი ცხოვრა და რა გააკეთა რწმენით. აქვე წერია, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სამართალს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს, ლომებს პირი ვინ დაუკრა? დანიელ წინასწარმეტყველი. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, დანიელთან ერთად სამი წინასწარმეტყველი ცეცხლში რო ჩაყარეს და რომ არ მიეკარა ცეცხლი. ირიდებდნენ מחვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მტკიცდებოდნენ ომში, დევდნიდნენ უცხოთა ჯარებს, ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათო. სხვებმა დაითმინეს გინება, გვემა, ბორკილები და საპყრობილეები, მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, מחვილით კლავდნენ,
ისინი დაეხევტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროებულნი, ტანჯულნი, ისინი ვისი ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაძრწოდნენ უდაბნოებსა და მთებში, მიწის ღვიმეებსა და გამოქვაბულებში. და ბოლო ორი მუხლი, რომელზედაც გითხარით, რომ პირველი ორი და ბოლო 39 და მე-40, ასე ჟღერს. ყველა ამადგანს ჰქონდა მოწმობა რწმენით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული. რას ნიშნავს ვერ მიიღეს აღთქმული? აბსოლუტურად ყველა ჯოჯოხეთში წავიდა, იმიტომ რომ გამოხსნა ჯერ არ მომხდარა. რადგან ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესად ჩათვალა, რომ მათ უჩვენოთ არ მიეღწიათ სრულქმნილებისათვისო. ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესად ჩათვალა, რომ მათ უჩვენოთ არ მიეღწიათ სრულქმნილებისათვის, რომ აღდგომა, როდესაც მოხდა ქრისტესი, ისინი ამოვიდნენ ამ ჯოჯოხეთიდან და ყველას, ვისაც აქვს რწმენა და ვისაც აქვს აი ამ მომავალი ქალაქის მოქალაქეობის იმედი, მათთან ერთად იხარებენ ისინი, რომლებმაც ასეთი ტანჯვით, გვემით, ასეთი არჩევანით, რომ სიმდიდრეს და ფუფუნებას მღვიმევში ცხოვრება არჩიეს და სიმდიდრეს და ფუფუნებას ის მოწამეობრივი გზა არჩიეს, მათთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება მსგავსი ღვაწლი არ გაგივლია კი არა, თავშიც არ მოგვსვლია აზრად, მათთან ერთად გაქვს საშუალება შეხვიდეთ სათა სასუფეველში და იხარო იქ. ოღონდ ამას ჭირდება ყველაფერს რწმენა. და ეს რწმენა გახლავთ უპირველეს ყოვლისა, რითიც დაიწყო დღევანდელი მე-11 თავი. რწმენა არის დაჯერება უხილავისა, რომლისაც გწამს, მაგრამ არ გინახავს. ამიტომაც გაითვალისწინეთ ეს ჩემო ძვირფასებო, რომ გწამს და არ გვინახავს და ამავდროულად გვჯერა იმ სიტყვისა, რომელიც სიტყვითაც ჩვენთვის განამზადა ღმერთმა ისეთი რამ, რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და არანაირი შეგრძნებით ამისი გარდამოცემა არ შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს. ამინ.